ბოლო დროს ილია თოფურია ღიად საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე. მან არაერთი ინტერვიუ მისცა სხვადასხვა გამოცემას, სადაც შეეხო როგორც პირად საკითხებს, ასევე MMA-დან შესაძლო წასვლაზე. ინტერვიუებში ის საუბრობს სამომავლო გეგმებზე, განსაკუთრებით კი ჯორჯინიასთან განქორწინებაზე. ინტერვიუების პარალელურად თოფურიამ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადებას გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ რთული პირადი ვითარების გამო მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეწყვიტა ტიტულის დაცვა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი არ ყოფილა მარტინი, თუმცა დადგა მომენტი, როცა საჭირო გახდა საკუთარი თავის, ოჯახის და რეპუტაციის დაცვა. მან განაცხადა, რომ ბოლო თვეებში მძიმე ზეწოლის მსხვერპლი გახდა, მათ შორის ოჯახში ძალადობის ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, რაც კატეგორიულად უარყო. თოფურიას თქმით, ყველა შესაბამისი მტკიცებულება, აუდიო ჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაციები, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო მასალა უკვე გადაცემულია სასამართლოს. ილია განმარტავს, რომ თავდაპირველად დუმილის შვილების დასაცავად აირჩია, თუმცა მიხვდა, რომ დუმილი ცრუ ნარატივებს აძლევდა ძალას. მისი თქმით, ახლა ის იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი და ოჯახის სახელის დასაცავად, არამედ იმის საჩვენებლად, რომ არავინ უნდა დაემორჩილოს შანტაჟს, დაშინებას და манипуляციას. თოფურიამ სრული ნდობა გამოუცხადა სასამართლო სისტემას და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესების და შვილების პატივისცემის გამო დამატებით საჯარო კომენტარებს აღარ გააკეთებს. ბოლოს კი დაამატა: სიმართლეს არ სჭირდება ხმამაღალი არგუმენტები, მას ფაქტები სჭირდება. რაც შეეხება მარკასთვის მიცემულ ინტერვიუს, ილიამ მომავალ პენსიაზე გასვლაზეც ისაუბრა. არ მგონია MMA-ში დიდხანს დარჩე. ილია თოფურიამ შაბათს მარკა ლეგენდას ჯილდო მიიღო, რაც მისი სპორტული კარიერის მასშტაბის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა. თუმცა ამასთან ერთად ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა. კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ ილია თოფურიას გულშემატკივრები მისი ბრძოლის ხილვით სიამოვნების მიღებას? ეს არის კითხვა, რომელიც ელ მატადორ არასდროს არიდებია და როდესაც მარკამ ეს კითხვა ქართველ მებრძოლს ექსკლუზიურ ინტერვიუში დაუსვა, მან გულწრფელი პასუხი გასცა. გესმით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ, რომ შესაძლოა მალე პენსიაზე გახვიდეთ? კითხეს მას ინტერვიუში. ილიამ ასე უპასუხა: ვნახოთ, ვფიქრობ, ეს ბევრ სპორტსმენს ემართება. მსგავსი რამ ყველას გვახსოვს, მაგალითად, რაფა ნადალის შემთხვევაშიც. არასდროს გვინდოდა მისი პენსიაზე გასვლა, თუმცა დგება დრო, როდესაც ეს გარდაუვალია. მისი თქმით, მას ესმის, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც არ სურს მისი სპორტიდან წასვლა. ადამიანები, რომლებიც შაბათს საღამოს ტელევიზორის წინ ან მოგზაურობის დროს მის ბრძოლებს ადევნებენ თვალს. თუმცა საბოლოოდ თოფურია მიიჩნევს, რომ სპორტში ყველას აქვს საკუთარი ვადის გასვლის თარიღი და არც თავად იქნება გამონაკისი. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მარტივი შინაგანი საუბარი არ არის. ხშირად უფიქრია იმაზე, როგორი იქნება მისი ცხოვრება სპორტიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ, როდესაც აღარ ექნება ის ყოველდღიური რუტინა, დილის გაღვიძება, ვარჯიში, მკაცრი დიეტა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში პრიორიტეტს სპორტს, სხეულსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას მიანიჭებს, მისი მიზნები აღარ იქნება იგივე. აღარ იქნება მუდმივი თვითგადალახვა, რეკორდების მოხსნა და ბარიერების გადალახვა. მას სრულიად განსხვავებული მიდგომა ექნება. თოფურიას კმით, სწორედ ამიტომ ეს თემა მისთვის ხშირად საინტერესო განხელვის საგანია და ამ საკითხზე ის ხშირად ესაუბრება თანაგუნდელებს, რომლებიც უკვე პენსიაზე გავიდნენ ან კარიერის დასასრულს უახლოვდებიან. მისი შეფასებით, ეს საუბრები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. თოფურია თემას კიდევ უფრო განავრცობს, როდესაც კრივზე გადასვლაზე იწყებს საუბარს. საიდუმლო არ არის, რომ ყოველთვის მინდოდა ჩემი უნარების გამოცდა კრივში. თუმცა ვფიქრობ, ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ის არის, რომ ვინც ორ კურდღელზე ნადირობს, საბოლოოდ ვერცერთს იჭერს. ამიტომ მინდა ჯერ სრულად დავასრულო ჩემი ისტორია შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, MMA-ში და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდე კრივზე. მე არ შემიძლია MMA ბრძოლისთვის მოვემზადო, შემდეგ გადავერთო კრივის მატჩზე, შემდეგ ისევ დავბრუნდე MMA-ში. ვფიქრობ, ეს არ იქნება პროფესიონალური მიდგომა. კრივს სჭირდება სრულიად განსხვავებული ხედვა და ვარჯიშის სრულიად განსხვავებული სისტემა, ძალიან განსხვავებული, რომელსაც ადაპტაცია სჭირდება. ეს სხვა დროა, სხვა სივრცეა. ეს აღარ არის ოქტაგონი, არამედ ის ნამდვილი რინგია და მასთან შეგუებას დრო სჭირდება, როგორც ცხოვრებაში ყველაფერს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ის სრულად კონცენტრირებულია შერეულ საბრძოლო ხელოვნებაზე, თუმცა გულწრფელად აღიარებს, რომ MMA-ში დიდხანს დარჩენას არ გეგმავს. როდესაც შერებულ საბრძოლო ხელოვნებაში ჩემს გზას დავასრულებ, არ მგონია, რომ ძალიან დიდხანს გავჩერდე. შემდეგ სპორტს შევცვლი, კრივზე გადავალ და ერთზე მეტ ადამიანს გავაოცებ. ილია თოფურია, მებრძოლი, რომელმაც ისტორია დაწერა.
პირველი ქართველი, ვინც UFC-ს მსოფლიო ქამარი მოიპოვა. მან დაამარცხა ალექსანდერ ვოლკანოვსკი, ლეგენდა, რომელიც წლებია დაუმარცხებელი იყო. თოფურია არ არის უბრალოდ ჩემპიონი, ის არის ნოკაუტის ძალა, რკინის ხასიათი და ცივი გონება. მისი კარიერა UFC-ში თითქმის სრულყოფილია. ბრძოლები, ფინიშები და მუდმივი აღმასვლა. დღეს ილია არა მხოლოდ ოქტაგონში, არამედ ფინანსურადაც გამარჯვებულია. მისი საერთო მონაგარი უკვე რამდენიმე მილიონ დოლარს აჭარბებს, ხოლო ჩემპიონობის შემდეგ თითო ბრძოლა მილიონზე მეტს უტოლდება. ილია თოფურია, კაცი, რომელმაც თქვა, მე აქ ისტორიის დასაწერად მოვედი და სიტყვა საქმით დაამტკიცა.